მოგესალმებით, დღეს მინდა ვისაუბრო ერთი პრობლემის გადაჭრის გზაზე. ალბათ გქონიათ თქვენს შემთხვევა, როცა ინტერნეტში გიპოვნიათ სხვა რესურსების ძებნის დროს, გიპოვიათ ბევრი საინტერესო მასალა, ვებგვერდი, მაგრამ ეს ვებგვერდი ხშირ შემთხვევაში არის უცხო ენაზე, არის ინგლისურად ან სხვა ენაზე, რომელიც ჩვენთვის ამ ეტაპზე ნაკლებად კომფორტულია გასაგებად. დღესდღეობით ტექნოლოგიების განვითარებამ ეს პრობლემა გადაჭრა და გვაძლევს საშუალებას, რომ ნებისმიერი ვებგვერდი უცხო ენაზე შესრულებული ჩვენთვის ნაცნობ ენაზე შეგვიძლია ვთარგმნოთ. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ Google Chrome ბრაუზერი, მას აქვს ჩაშენებული ავტომატურად თარგმნის ფუნქცია და დღეს ახლა გაჩვენებთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. Царил ადგილას მივყვანთ მაუსის ისარს, აჭერთ მარჯვენა ხილაკზე, ქვემოდან ზემოთ ჩამონათვალში მესამე ხილაკს ვირჩევთ, ხელმარჯვნივ გამოდის პატარა ისევ ფანჯარა და აქ არის ინგლისური ენა თარგმნისთვის განსაზღვრული. შევდივართ 4 წერტილში, პირველივე ჩამონათვალიდან ვირჩევთ და აქ არის ენების ჩამონათვალი ჩვენთვის სასურველს ვირჩევთ. მე როგორც გითხარით, ჩემთვის ამ შემთხვევაში სასურველი არის ქართული, ვინაიდან ეს არის ჩემი მშობლიური ენა და გამემარტივდება ამ ენაზე გაგება. ვაჭერ შემდეგ თარგმანს და ხედავთ, რომ ვებგვერდი გაქართულდა. აქვე დავამატებ იმას, რომ შეიძლება ერთი პატარა მინუსად ეს ჩაითვალოს, რომ იდეალურად ვერ თარგმნობს, მაგრამ თარგმნის იმ დონეზე და ისე რომ თქვენ შეძლებთ ამ ვებგვერდის გაგებას, რას გვთავაზობს, როგორ და აქ მოცემული რესურსების თარგმნას და ისე თარგმნის, რომ მე თქვენ ადაპტირებას შეძლებთ ძალიან მარტივად. დღეისთვის ეს იყო.